პირველ რიგში ძაავაშკაცები ჭელევანი მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ აბსოლუტურად სხვა პოლიტიკურ ძალებს წარმოადგენთ, უშიშარი ბიჭია, გამბედავი ბიჭია და მისთვის პირადადაც მithქოს ხოლმე საჯაროდაც მithქოს, რომ მე ძალიან ცემას პატივს ესეთ დაუდგრომელ და მებრძოლ ადამიანებს და სოლიდარობა მას. ბოდო არის გამოც დაიჭირეს, აბსოლუტური ბოდო არის. რომ მეებს გრთამს პირდებოდა იმებს, რა ქვია, პოლიციელებსო და ბიძინა ივანიშვილი 9 ჯერ კი არ და 55 ჯერ არის დასაჭერი მაგის გამო. უფასო ფულს არ პირდებოდა ის თაღლითი კაცი და იმას არ პირდებოდა, რა ქვია, 5 მილიონი თითო სოფელს. ხო, ჩაუკუჭა, მაგრამ 5 მილიონი. ეგ არისო მაშინ მაგის გამო არ უნდა დაიჭირო თუ ასეა? ჩვენც ვარ დასაჭერები, ჩვენ წინა არჩევნებზე ვიძახით, რომ პენსია უნდა გაიზარდოს 1000 ლარამდე, ახლა ვიძახით, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე პენსიონერებისთვის მედიკამენტები და სოციალურად დაუცველების უნდა იყოს უფასო. წნევის წამალიდან დაწყებული დიაბეტის წამალიდან თორემ დაგვიჭირონ მაგის გამო. ხო, ის არის არჩევნო დაპირება, ეს ჩვეულებრივი დაპირება რა, გადაუხადა ვინმეს ის 200.000 და რას ამბობდა, რომ ვინც უკანო ბრძანებას არ შეასრულებთ, იმას მოგცემთ 200.000. სხვა შორის თავად ხაბეიშვილის ადვოკატი ამბობს, რომ ხაბეიშვილის შეთავაზება გულისხმობდა პოლიციელებისთვის ჯილდოს და ისიც სამომავლოდ, როცა ხელისუფლება შეიცვლებოდა და იგორ ნარმანიაც საუბრობდა, რომ ეს უნდა ყოფილიყო პრემია ძალოვანი უწყებების თანაშრომლებს. სამართლებრივად ეს რო ბოდო არის კი ვიცით. არ უყურებთ როგორც გრთამს, მაგრამ რამდენად უყურებთ როგორც ჯილდოს ლევან ხაბეიშვილის შეთავაზებას, მაშინ ეს გითხარით, იმიტომ რომ ფაქტია, რომ რაღაც წინადადება და რაღაც შეთავაზება ნამდვილად კეთდებოდა ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებისთვის. უფრო მეტი უნდა შევთავაზოთ, როგორც ჩანს ძალოვანი სტრუქტურების წარმოადგენლებს, ვინც აი ამ საზღვრებას არ ჩაიდენს და დარბეოში არ მიიღებს მონაწილეობას. არა, ლევანში პრობლემას ხედავდნენ და დააკავეს. ეს არის და დააკავეს აი რაღაც ბოდვით, გეუბნებით, ბიძინა ივანიშვილი რო პირდებოდა თითო სოფელს $5 მილიონ, სად არის $5 მილიონ? 5 მილიონი კუპონი მაინც მიეცა მაგ საიზღარკაც თითო სოფლისთვის. ხო, მაგ დაპირების გამო ეგ წინა საარჩევნოდ არ იძახდა, ეგ მოსყიდვა არის, ხო? ან ვალები რო გაუუქმეს და საარჩევნოდ და ეგ რა დანაშაული არის, ხო? მაგრამ ნუ ეხა არიან მომჟდრები და ჯერ გაზდით ასეთი ბოდვები, მაგრამ ნუ არ გაუვათ ფაქტია, ვიცი რა, ყველას ვერ შეგვაშინებენ, ყველას ვერ დაგვიჭერენ, მაგდენი ციხე არ აქვს და აი ყვარყვარე თუთაბერი ყველას ვერ გამოგეთოს. თუ ხაბეიშვილის დაკავება იყო ქართული ოცნების მიზანი, მაშინ ჩდება კითხვა, რატომ არ წაუყენეს ბრალი იგივე 4 ოქტომბრის გეგმებსა და დღის წესრიგთან დაკავშირებით და ამ გეგმიდან გამომდინარე, როცა მას დაანონსებული ნუ დაჭერა უნდათ და რაღაცა მოიგონეს. მართალია მშვიდობიანი გზით, მაგრამ მაინც დამხობაზე ფაქტია, რომ დაჭერა უნდათ. არ იყო ქართული ოცნების, ასე ვთქვათ, შეცვლა. აი რატომ არ წავიდა თქვენი აზრით ქართული ოცნება და სუსი ამ კონკრეტულ შემთხვევაში, აი სწორედ ამ გზით? არ ვიცი, ხა მამუკა მდინარეძის მახინშტვინში რა იხარშება ნამდვილად არ მინდა. მაგაზე ვიფიქრო, ფაქტია რომ უნდა დაჭერა. ჩემი აზრით ძალიან აინტერესებთ ასევე ვისთან აქვს ხოლმე ყოფილი კობახიძის ლაპარაკობს, რომ ჩვენი გუნდის ყოფილ წევრებთან აქვს კომუნიკაცია ხაბეიშვილსა და ეთქვა რაღაცა მტკიცებულებები ჭირდებოდა თან ინფორმაცია ზუსტად ვის. დიდი ალბათობით ეს ღარიბაშვილი და მისი გარემოცვა, ეხა ამას დიდი მორჩიელობა არ ჭირდება, ვინც როგორც ჩანს რაღაც ინფორმაციას ხაბეიშვილს აქვს და ესე ძალიან აინტერესებდათ, იმიტომ რომ დღეს თელი დღე დაძლებდნენ ხაბეიშვილის ტელეფონს და მურთაზოდავა, იმიტომ დააკავეს, რომ ტელეფონი გამოართვა და გაქცევას ცდილობდა. ხაბეიშვილის ტელეფონის გადამამის მე მინდა გავამხნეო, მაგარი ბიჭია ხაბეიშვილი, მართლა, მიუხედავად იმისა, რომ კონკურენტია, კონკურენტ პარტიას წარმოადგენს, მისი პარტია დგას და იწევლება და ილანძღება ჩვენ წინააღმდეგ დღე და ღამე, ამისთან მიუხედავად გულიანი ბიჭია, უშიშარი ბიჭია და დიდი გამხნევება მას არ დაჭირდება, დარწმუნებული ვარ, ეხლა შეყენებული რევოლვერი ვით იქნება იქ, სადაც არის ეხლა და მხნეობა ისევე როგორც მინდა ყველა პოლიტიკური თუსაღი და თქვენ გავამხნევო, რომ ჯანჯღარი გვაქვს, რთული ამბავია, კიდევ უფრო რთული რაღაცები იქნება დიდი ალბათობით წინ, მაგრამ გაუძლებთ, უნდა ვიბრძოლოთ და გავიმარჯვებთ აუცილებლად. კეთილი, კიდევ ერთი დაბატიმრების შესახებ გვამცნო დღეს სუსმა, ამ შემთხვევაში საქმე ეხება თავდაცვის ყოფილ მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს, მას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება. სუსის ინფორმაციით და ბარემ ისიც უთხრათ მაყურებლებს, დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიადგა $1 მილიონ მეტის ქონებრივი ზიანი. ეხლა ჯუანშერ ბურჭულაძის საქმეზე რა გაქვთ სათქმელი, ეს ერთი, მაგრამ აქვე წამოვიდა განცხადებები იმის თაობაზე, რომ ბურჭულაძის დაკავება შესაძლოა იყოს ერთგვარად მიახლოვება ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო დაპატიმრებასთან. რა საფუძველი შეიძლება ქონდეს ამ ტიპის ვარაუდს ესეც რომ გითხრა? ჯუანშერ ბურჭულაძე იყო მექთამე გაქანებული.
თავდაცვა მინისტროში არაფერი სხვა არ მაშინ უკეთებია. რატომ არ დაიჭირეს აქამდე და რატომ ყველა დაიჭირეს მექთამეა ქართულ ოცნებაში და როცა საჭირო ჩათვალეს მაშინ. ჯუანშერ ბურჭულაძე რომ მექთამე იყო მაგაზე ნუდარმელაძე 4 წლის თუ 5 წლის წინ აკეთებდა ძალიან ისე დაწვრილებით რეპორტაჟებს მის გადაცემაში. მაშინ ყური არ შეიბერტყეს და იძახდა რომ რვაშვილის მამაო და ეხლა რა რვაშვილის მამა აღარ არის? და მექთამე რო იყო ყველა მიცოდა, მაგრამ დღეს ბურჭულაძე დაიჭირეს მხოლოდ იმიტომ რომ ხაბეიშვილის დაჭერა გადაეფარათ. ეს იყო და ეს მეტი არაფერი თორე ხა გუშინ დაიჭერდნენ, არავის 3 დღის მერე დაიჭერდნენ ბურჭულაძეს, მით უმეტეს მისი ძოლის ძმა და მისი ყოფილი მოადგილე დაჭერილები არიან იგივე ბრალით და კორუფციით. მე არ მგონია რომ მარტო მილიონი მოეპარა ჯუანშერს. ღრმად პატივცემულს გაცილებით მეც მოიპარავდნენ, მაგრამ ნუ ქართული ოცნების ახლა კორუფცია აფერი პრობლემა არ არის. უბრალოდ ფეხებში გაეხლარდათ ირაკლი ღარიბაშვილი და რა თქმა უნდა იმას იზამე რა ქვია ღარიბაშვილის წინააღმდეგ. თან დააკვირდით მან როგორი საყურადღებო რაღაცა. ბოლო დროს ეს ქართული ოცნების ტიპები ხანს მხარს აიტკივებენ ხოლმე, ხანს სადღაც უთბათ თავის მოკლას გადაწყვეტენ და რატომღაც ორტყუიაზე ისროდნენ ხოლმე და ისვრიან და ხა ვერც გულში ირტყავენ, ვერც თავში არავის არ მინდა ეხლა ჯანმრთელობა ყველას მინდა უსურო კაცს და სიცოცხლე, მაგრამ დღეს რა თქვეს რომ ბურჭულაძე წაიქცაო სახში და ტვინი შერყევა ქონდა, ამიტომ ვივამეთში მივიყვანეთ. არ გამორიცხოთ რომ კაი დაბეთქვილი იყოს ჩვენი ბურჭულაძეც და ისე მიიყვანეს იმაში რა ქვია ციხეში. 2 კურდღლის მოკლა უნდა დღეს რომ ხაბეიშვილის თემა გადაეფარათ ლევანის დაჭერის და უნდათ რომ რა 2 პასტა მიაწოდონ მოკლედ ბურჭულაძის ხელში და უთხრა რომ აბა ღარიბაშვილზე მექთამეობაზე ღარიბაშვილის ან რაღაცა დანაშაულზე რაც იცი ყველაფერი დეტალურად მოგვიყევი დაგვიწერეო და არ მგონია რომ ბურჭულაძე ის კაცი იყოს პასტები რო არ მოითხოვს. რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას შეეხეთ მაყურებლებს მოკლედ ვეტყვირას ამბობს ბურჭულაძის ადვოკატი დიმიტრი ხაჩიძის განცხადებით თავდაცვის ყოფილ მინისტრს აქვს წოლითი რეჟიმი რის გამოც სწორედ სასწრაფომ გადაიყვანა, არ ვიცი ზუსტად სად არის გადაყვანილი, ეს შეიძლება იყოს წინასწარი დაკავების იზოლატორი ან შესაძლოა იყოს ვივამედი, სადაც ვრალდებულთა და მსჯავრდებულთა, ასე ვთქვათ, მკურნალობა ხდება, რაც შეეხება იმას, რატომ აქვს წოლითი რეჟიმი, ადვოკატის ინფორმაციით ბურჭულაძემ რამდენიმე დღის წინ საყოფაცხოვრებო პირობებში მიიღო ტრავმა და ეს არის ის ნაწილი, რაც თქვენ უკვე შეაფასებთ. მე ამჯერა მაგის დიდი ალბათობით არის ჯუანშერ ბურჭულაძე დღეს პოლიტპატიმარი ეს კითხვაც უნდა დაგისვათ. თქვენ თქვით რომ ის მექრთამე იყო, თუმცა მაინც იწვევს კითხვებს, რატომ ხდება მისი დაპატიმრება ამდენი წლის შემდეგ და რატომ დაინახა ქართულმა ოცნებამ მისი დაპატიმრების საჭიროება სწორედ ახლა. მოგითხარით. ღარიბაშვილს უტრიალებენ და ღარიბაშვილის დანიშნული იყო ეს. არის ბურჭულაძე დღეს პოლიტპატიმარი. არა, პოლიტპატიმარი. პოლიტიკური მოტივით დაკავებულია, თორე ეგრე კორუფციასთან ბრძოლა რომ უნდოდეს ნამდვილად ქართულ ოცნებას. თავის სრულად უნდა დაიჭიროს. ქართულ ოცნებაში დამლაგებელიც არ არის და დარაჯიც, რომელიც რაღაცას არიპარავს. გაიხსნა ქვეყანა და არიან აღვირახსნილ. წარმოიდგინეთ რა. კალაძემ 2 დღის წინ ჭავჭავაძეზე გახსნა, ჭავჭავაძის ის ბოლო მონაკვეთი გახსნა რა, ბაგებამდე გზა. 2 დღის წინ და გზა ჩავარდა დღეს. იმდენ ფულს იპარავენ უკვე რომ აი ნამუსი საერთოდ აღარ აქვს. რაღაც ჭადის ფქვილივითაც კი არ დაყარეს ის ასფალტი როგორც ჩანს. აი რაღაცა 3 სანტიმეტრიც კი არ დაყარეს. გუშინ წინ გახსნილი გზა ჩავარდა დღეს ვაკეში. ანუ ისე მარტო თქლეფაზე და მარტო ღორობაზე და ჭამაზე არიან გადასულები.